ჩვენს ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით და ეს გამარჯვება განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო მინიმუმ 10 წელიწადს, ნებისმიერი განცხადების გავრცელების თუ გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად უთხილად და ყურადღებით, ხო? თავისთავად, როდესაც განცხადება კეთდება და ასთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს კითხველი, ან ისმენს ამას მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, ხო? მთავარი, რაც აქვს ფართო საზოგადოებას გაცხადებული, ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე. იქ სადაც უნიკალური ერთობა არის სახეზე, სადაც გაერთიანდა განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფები ერთი და განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები, თუმცა აქვე შემიძლია დავძინო ახლა პოლიტიკური ჯგუფებს, პოლიტიკოსებს ჩვენ ერთმანეთს უწოდეთ, მაგრამ მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, სანამ პოლიტიკა არ კეთდება ქვეყანაში, პოლიტიკოსიც არ არსებობს, ხო? შეიძლება რომ ექიმი იყოთ და ამავე დროს სამედიცინო სფერო არ არსებობდეს, დარგი თუ შეიძლება დავასრულებ. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებისთვის, კი არა, უბრალოდ არჩევნების შესაძლებლობისთვის. სამართლიანი და უსამართლო კი არა, უსამართლო არჩევნებიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს და ამას ხედავს ყველა. და ისტორიულად რუსთაველის გამზირზე გადაწყვეტილა ამ ქვეყნის ბედი და დიდწილად დიახაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად, ისევე როგორც აი გუშინ ხედავდით, ხო, უამრავ ლაღ პატრიოტ ახალგაზრდებს და არ მხოლოდ ახალგაზრდებს, როგორ აპროტესტებდნენ რეჟიმის შეზღუდვებს. აი ასეთი სიმტკიცით და ასეთი ერთობით ხალხი გაიმარჯვებს და გამოვა გამარჯვებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ეხლა მე ამჩვევია ტყუილის თქმა, ეს ჩემი პლუსიც არის და მინუსიც არის, როცა ხარ საჯარო ცხოვრებაში, სამწუხაროა ამ ყველაფრის შესახებ არავინ არ ვიცოდით, მათ შორის არც მე. ეს სამწუხაროა და გაუგებარი არის, მით უფრო, როდესაც არსებობს პარტიაში პრესამსახური და არასოდეს ბატონ გრიგოლს არანაირი განცხადება არ გაუცელებია პრესამსახურის გვერდის ავლით. თუ შეიძლება დავასრულებ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწვიდა. ეთყობა ყველას ვერ გაგვიგია რა გამოწვევა ქვეყანაში. ეთყობა ყველა კიდე ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინ არ არის დიალოგის წინააღმდეგი, ხომ? არავინ, არც ერთი ადამიანი, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება პარალელურად მშვიდობიანი აქციებისა და დიალოგი გაიმართება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან. აი ეს გამოწვევა გვაქვს ახლა 31 შეიძლება როგორც მოგიპოვებიათ თქვენ მშობლებს, როგორც მოუპოვებიათ გამარჯვება და თავისუფლება რუსთაველის გამზირზე წლების წინ მშვიდობიანად, აი ესე, ისე აბა თქვენ გონიათ რომ არჩევნების გარეშე დარჩება ქვეყანა? მეორე განცხადება